ამ 4 სოფელს დიდი ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება. საქართველოში რომ თაგორიანი ქვეყანაა, ისედაც ცოტა ტერიტორიები გვაქვს. აი ეს მშვენიერი ვაკე, ლამაზი ადგილები, სანაგვეთ უნდა ვაქციოთ. ვინ გაიმეტა, ვინ გაწირა ეს ჩვენი ლამაზი ტერიტორიები ნაგავსაყრელად. 7-8 სალოცავია ირგვლივ. აი ის სალოცავები დაგვიფარავენ ჩვენ და დავწვევით, ცოცხლად გავიჟოჟებით, ქალები. არ მივცემთ საშუალებას, რომ აქ რაღაცა გათხარონ. საქართველოში მოიძებნება ისეთი ადგილები, რომ შეიძლება იქ გაკეთდეს ნაგავსაყრელი. აქ არა, ამ ლამაზ ტერიტორიაზე, ნაქალაქარში არა. მთელი მრევლის სახელით, დედების სახელით ძალიან გთხოვთ, ეს საშიშროება აგვაცილეთ სოფელშვილო. მომავლისთვინ ვიბრძვით ჩვენ და ყველა ნებისმიერ საი პატარა ბავშვები გვიდგანან გვერდზე, ამათი მომავალი გვაფიქრებს და გვაშინებს და თუ არ დაანებებენ აქაურობას თავს და აი ამ სიწმინდეების ძალით არ დაგვანებებენ თავს. აი ყველა დღეს კი არა, ყოველ დღე აქ ვიქნებით. არ მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი შვილების მომავალი გაანადგურონ. წინასაარჩევნო პერიოდია და დაპირდნენ ქალაქ თბილისის მაცხოვრებლებს, გლდანის მაცხოვრებლებს ნაგავსაყარს გადაიტანდნენ, მაგრამ ასე ნაჩქარევად, ასე ნაუცბადევად ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. უნდა ქალაქი გაშენდეს და სოფელი გაშენდეს და არა ნაგავსაყრელები. ძალიან კარგად იცით, რომ ეს წვის პროდუქტები რა საშინელება არის და არის. საუკუნეები უნდა ამას, რომ საუკუნეების განმავლობაში რაღაცას დაემსგავსოს. ერი და ბერიო, სუყელიანი ერთად ვდგევართ, ერთად ვიდგებით ბოლომდე და ამ საქმეს არ დაუშვებთ. ესე არ დავტოვებთ ამ საქმეს. იმ ადგილიდან, სადაც ესე იგი სავარაუდო სანაგვენს აპირებენ, არის ესე იგი ანგელოზის წმინდა გიორგი. ეს სადაც ახლა ამ წუთში ჩვენ ვდგევართ რა, არის ეს მშენებარე ტაძარი. ვერ ნახავს ესეთ ადგილს, რომ ამდენი სიწმინდეები ესე იგი ერთდროულად ჩანდეს, ესე იგი ერთი ადგილიდან ფეხმოუსროლად. თუ ნორიო თბილისთან შედარებით უფრო მაღლა დგას და წყლის თვისება კიდევ ისაა, რომ წყალი დაბლით მიედინება, შეუერთება მიწისქვეშა წყლებს და შეუერთება ალბათ თბილწყალს, რომელსაც ესე იგი ადგილობრივი თბილისის მოსახლეობა იყენებს სასმელ წყლად. პატრიარქმა მიმართა წერილობით ბატონ გიგი უგულავას და იმედია რომ ესე იგი საკითხი დადებითად გადაწყდება.